ხანანა მოგალობლიშვილი ჩვენთან ერთადაა და გადავინაცვლოთ ხო ვიქტორია ბექემზე. და გვაქვს სათქმელი წინ სიტყვაობა. ახალგაზრდობის კოქტეილი საინტერესოა რა ინგრედიენტებით არის გაჯერებული ნინუცა. ალბათ არავისთვის არ არის გასაკვირი რომ ბექემების ოჯახში ჯანსაღი ცხოვრების წესი დღემდე მისდევენ. ვარჯიში, იოგას, სწორი კვება ეს ცნობილი ოჯახის ყოველდღიური რუტინის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ვიქტორია ბექემი კვირაში 5 დღე ვარჯიშობს პირადი მწვრთნელის რჩევის მიხედვით. სწორედ ამ 5 დღის განმავლობაში ის ბექემების სპეციალურ კოქტეილს მიირთმევს ყოველ დილით ვარჯიშის წინ. როგორც წესი, მსგავსი კოქტეილები მომნელებელი სისტემის სწორ ფუნქციონირებისთვის ძალიან სასარგებლო არის. ბექემების ეგრეთ წოდებული სმუზი შეიცავს ბროკოლს, ისპანახს, კიტრს, ავოკადოს, ლიმონს, ბაშს და ჯინჯერს. ჩამოთვლილი ინგრედიენტები სავსე არის ანტიოქსიდანტებით და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მოდით ახლა გავიაროთ ვიქტორია ბექემი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ახარხებს რა ვიცი, აბა რამდენი წელი ვიცით ვიქტორია ბექემი და ერთი და იგივე ფორმაშიდან მოყოლებული ძალიან გულშემატკივარი. თან ესენი სპორტსმენების ოჯახია და კიდევ სხვანაირად უდგებიან, ვიდრე უბრალოდ ბროკოლი, ისპანახი, კიტრი, მე როგორც ვიცი, არა მარტო 5 დღე, უფრო მეცაც კი ვარჯიშობს ვიქტორია. მოდით, აი გავიაროთ. ხო, ის მეც ვიცი რომ არ მიირთმევს შეიძლება ფხნილს ხრის ცილას, ესეც არ არის გამორიცხული. აი ვილაპარაკოთ, ცილა რომ არ არის, კარგი არის თუ ცუდი ამბავია? არა, ცუდი არ არის, მაინც კარგია, მაგრამ თუ ცილა იქნება უკეთესია. ცილა საჭირო არის, ხო? უკეთესია თუ იქნება, თუ არ იქნება. მე ვარცდები ვიქტორია ბექემი მუდმივად ცდილობს რომ მაინც ამ წონაში კლების ფაქტორი შეინარჩუნოს ხოლმე და შეიძლება ამიტომაც არ არის ცილა. წონა შეინარჩუნოს. ცილით არ მოიმატებ. არა, სულ დიეტებზე იყო, მე მახსოვს ბევრი წლის განმავლობაში და ამაზე არაერთი სტატია იწერებოდა ხოლმე და შეიძლება ეს არის მისი თვითმიზანი რომ არ გეკითხეთ როგორც თქვენ. მითხარით, იცით რა მაინტერესებს? როდესაც ცილას ვაკლებთ, რას ვაკლებთ ჩვენს ორგანიზმს? როცა ცილას ვაკლებთ, ნუ ცილა აუცილებელია უჯრედებისთვის, ზრდისთვის, ნივთიერებათა ცვლისთვის, ცილა აუცილებელი ინგრედიენტია, რასაკვირველია, მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ სმუზს, სადაც ცილა არ არის, ესეც კარგია, არ არის პრობლემა. არა, პრობლემა. კი, მაგრამ თუ ახლა ჩვენ იდეალურ ვარიანტს განვიხილავთ, რომ ყველაფერი უნდა იყოს, როგორც მე აღვნიშნე, პლუს უნდა იყოს ცილა, ვთქვათ, ან იოგურტი, ან ნუშის რძე და ასე შემდეგ, ან თხილი მაგალითად, რომელიც პლუს კიდე ცხიმსაც შეიცავს. მოდი, ხომ არ გადავინაცვლოთ პირდაპირ, მოვიკითხოთ ჯენიფერ ენისტონის რეცეპტი და შევადაროთ ამ ორი ჩვენი გმირის რეცეპტები. რას ფიქრობთ? მე ინტერესებს რა განსხვავებაა მაგალითად თუ ცილით გაჯერებულ, ვთქვათ, ახალგაზრდობის კოქტეილს მივიღებ და ვთქვათ არჩევანს მხოლოდ ბოსტნეულზე გავაკეთებთ. აი ეს ორი ერთმანეთისგან რომ გაუმიჯნოთ, აი რატომ არის რომ ვარსკვლავების ნაწილი მიმართავს ვთქვათ ამ მეთოდს და ნაწილი პირიქით, ვთქვათ აქცენტს აკეთებს ცილებზე. ცილა ზოგადად კუნთოვან ქსოვილზე მოქმედებს კარგად, რომ არ აი მაგალითად თუ ჩვენ ვიქნებით ესე ვთქვათ წონის კლების პროცესში შევცვლით ჩვენს რაციონს და ცოტას შევჭამთ, მაგრამ ცილას თუ დავაკლებთ, მაშინ კუნთები გაილევა, ესე ვთქვათ და აი ეგ მინდოდა რა გეკითხათ. ეს პრობლემაა, როდესაც ვარჯიშობ, მაშინ აუცილებელია ეს ცილა იმისთვის, რომ ეს კუნთები გაიზარდოს. ალბათ იცით, რომ სპორტსმენები დამატებით კიდე პროტეინებს სწორედ ამის გამო გაჯერებულია ცილით. ხო და ძალიან ხშირად ქალბატონებს რომ იწყებენ ვარჯიშს, სმენია რომ აი მე შენია წონით არ ვივარჯიშებ, იმიტომ რომ კუნთი გამეზდება. მეც მსმენია და ვიცი ექიმებისგან იმისთვის რომ კუნთი გაიზარდოს, ამისთვის საჭიროა ცილა არა სტანდარტული დოზით, არამედ უკვე დამატებით, როდესაც თვითონ სხვადასხვა დღის განმავლობაში აი ვარჯიშამდე იღებ, ვარჯიშის მერე რომ რაღაცნაირად მოცულობა და თუ ცილას ამოიღებ პირიქით, ხო? ეხლა თუ სპორტსმენებით ვარჯიშობ, მაშინ კი, მაგრამ ახლა ჩვეულებრივად არასპორტსმენები როგორც ვარჯიშობთ, ან ფიზიკური აქტივობა გვაქვს, მაინც კუნთოვანი ქსოვილი რო არ შემცირდეს, ცილა აუცილებელია. ზოგადად დღის რაციონში აუცილებელია ან ხორცეული, ან მცენარეული ცილა.
გავაგრძელოთ. ჯენიფერ ენისტონის ცნობილი მსახიობის დილის რუტინა არც თუ ისეთი რთული შესასრულებელია. ის ცდილობს დილის პირველი ნახევარი ტელეფონის ეკრანის გარეშე გაატაროს. დადის სასეირნოდ ძაღლთან ერთად, სანამ ისაუზმებს თავისი ცნობილი კოქტეილს მიირთმევს, ხშირად შემთხვევაში ეს პროტეინებით სავსე სმუზია. აი, ჩვენ რომ ვამბობდით, სავარაუდოდ ეს ის შემთხვევაა. მისი კოქტეილი ძირითადად შედგება სასარგებლო ცხიმებისგან, მწვანე ბოსტნეულისგან და ბევრი ყინულისგან. ბლენდერის გამოყენებით ის შემდეგ ინგრედიენტებს იყენებს. ესე იგი, პირველი არის რძე შოკოლადის ექსტრაქტით, ეს კარგი იქნება. ალუბალი, ბანანი, რამდენიმე წვეთი დამატკბობელი, სხვათა შორის ბევრი მსმენია სტივიას შესახებ და სწორედ ამას იყენებს ჯენიფერი, დარიჩინით, ყინულის კუბიკებით და ისპანახით. მოდით შევადაროთ ახლა სხვა ვიქტორია ბეკჰემის სმუზისთან. ეს მგონია, რომ უფრო ჯანსაღია და უფრო სავსეა. სტევიას ფაქტორი დამატკბობელი არის თუ არა დარიჩინი ხო ეხლა როგორ იცით მე პირადად ვთვლი რომ სტევია ზედმეტია იმიტომ რომ ბანანს მაინც აკეთებ ხო ბანანი ტკბილია და უკვე არ გჭირდება კიდე დამატებით დატკბობა ეს არის რძე შოკოლადის ექსტრაქტით მე ესე მგონია რომ ეს უკვე ჩამნაცვლებელი არის სტივიას ის სურო ბანანს თავი განხორციელებს რძე შოკოლადის ექსტრაქტით უკარგი უშაქრო შოკოლადია ჩავთვალოთ ალუბალი ცოტა ტკბილია გააჩნია როგორი ალუბალია ბანანი ტკბილია, ამიტომ სტევია ჩემი აზრით ზედმეტია. და ორი სიტყვით ამოვიკითხავ, რომ მისი ტრენერი და მისი მეგობარი, რომელიც ხელს უწყობს ჯენიფერს, რომ ეს ფანტასტიკური ფორმა წლების განმავლობაში შეინარჩუნოს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ წონაზე, აქ არის ის, რომ შეკრულია სპორტულ ფორმაშია, ენერგიით სავსე, ფანტასტიკურად გამოიყურება მისი კანი. მისი მეგობარი გვიმხელს, უმხელს ჟურნალისტებს, რომ მსახიობს უყვარს ავოკადო, ქოქოსის ზეთი, ორაგული, თევზის ცხიმი და მოკლედ ეს ის პროდუქტები არის, რომელიც ყოველთვის არის მისი დღის რაციონში, რაც იდეაში ალბათ უწყობს ამ ყველაფერს. მაგრამ მე მაგალითად არც ერთი არ მიყვარს აქეთ. მე პირადად. მაგრამ ძალიან კარგია. აი რადგანაც თქვენ თქვით რომ მე ყველა არ მიყვარს, ახლა მოგვიყევით ჩვენი შუადღის რეცეპტზე. თქვენი რეცეპტი რა არის დილის სმუზის? თან დავამზადოთ. სანამ მოგიყვებით, ორ სიტყვას ვიტყვი იმაზე, რატო ახსენე არ მიყვარს. ანუ არაფრით არ შეიძლება თუ რაღაცა არ გიყვარს და გაიგონე რომ სასარგებლოა მაინც და მაინც იმით გააკეთო ხო არავითარ შემთხვევაში სმუს როცა აკეთებ უნდა იყოს შენთვის პირადად გემრიელი მაგრამ დაჩვევაც ხო იცის რეცეპტორები დაჩვევაც არის თუ შეძლებ რომ შეიყვარო კი ბატონო თუ არა და უნდა გააკეთო ისეთი, რომელიც შენთვის არის გემრიელი. იმიტომ რომ დადებითი პირის რეცეპტები მის შენთვის მისაღებია. პოზიტიური ეს განწყობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. დანაკლები სიამოვნების შეცდომა. ჩვენი სმუზის დრო მოვიდა. კი არა და ჩვენი საერთო შუადღის სმუზი დავახატ ხო? დავიწყოთ. რა არის საჭირო? თაკო ინგრედიენტებს გამოიყენებთ და აი თქვათ რომ დავასახელოთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც თქვათ კარგი იქნება თუ ჩავრთავთ ჩვენ სტილის სმუზში. ხა სმუზი შეიძლება გააკეთო, არ ვიცი ალბათ 1000-ნაირი, მაგრამ ახლა ჩემი სმუზი, რასაც ახლა წარმოგიდგენთ, არის უფრო რადგან მე ვარ ექიმი და ხშირად მუშაობ პაციენტებთან, მათ შორის ორსულებთან ზოგჯერ აქვს შეკრულობა და ეს ორსულობის პერიოდში ქალებს აწუხებთ ეს მომენტი. ძალიან ხშირად მე ვერიდები რომ წამალი დავუნიშნო და ჯერ ვუნიშნავ სმუზს და სხვათა შორის დაახლოებით, ну რა ვიცი, 90% შემთხვევაში კარგი შედეგი აქვს. თუ თქვათ და რომელია ეს ინგრედიენტები? თუ არ მოეწონა ხუთის შემთხვევები, თუ არ მოეწონა გემოთი, ну კი ბატონო, მაშინ რომელია ეს ინგრედიენტი? ეს არის 3 კივი, 2 პორტოხალი, აი კივი დავდოთ, 3 ცალი. 3 პორტოხალი, კივი 3 უკაცრავ დავიბენი, შემდეგ 2 3 კივი, 2 პორტოხალი დავდოთ. 1 რა ქვია იმ ხელს? აი ჯინჯერი? გრეიპფრუტი. დავიწყე. და ნახევარი ლიმონი. ნახევარი ლიმონი. всё, აი ეს არის. ეს არის? холод ეს არის. აი მე ვიყოჩავია. ახლა რა არის? რა ესე ვთქვათ
როგორ გითხრათ, უარყოფითი რა აქვს ამ უარყოფითი როგორ ჭყალებში. შეიძლება იყოს ცოტა მჟავე, რადგან არის ბევრი ციტრუსი, ახლა ვისაც არ უყვარს მჟავე, შეიძლება ცოტა ემჟავოს. ამ შემთხვევაში შეუძლია დაამატოს ერთი კოვზი თაფლი. რა ვიცი, ახლა სტევია ახსენეთ, მე პირადად სტევიას მიჩვენია თაფლი. რო დავამატო ერთი კოვზი, ან ბანანი დაამატო. ბუნებრივი ინგრედიენტი ანუ ნებისმიერი ტკბილი ხილი, რომ ცოტა დაადგმოს, მაგრამ შეიძლება პირიქით ესეთიც უფრო მოეწონოს. ქალყმანა, ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება რომ მსგავსი ტიპის სმუზი მივაწოდოთ ჩვენს ორგანიზმს თუ თქვათ კვირაში რამდენჯერმე? განსაკუთრებელია ყოველდღეც შეიძლება, მაგრამ ჩვენ როცა რაღაცას ვაკეთებთ, ჭამთ თუ ვიღებთ პროდუქტს, ჩვენს ორგანიზმსაც უნდა მოусმინოთ. მოусმინოთ ნიშნავს, რომ ეხლა ყოველდღე ერთი და იგივე სმუზი რო ჭამო და მაინც და მაინც სმუზი შეიძლება მოგწყინდეს, ესე ვთქვათ, და არ მოგინდეს ყოველდღე უბრალოდ, რა ვიცი, ინდივიდუალურია ალბათ. ეხლა თქვენ კი ახსენეთ, რომ ეს სელებრიტები ყოველდღე იღებენ, ძალიან კარგი. ჩიაზე რას ფიქრობთ, იმიტომ რომ მე მქონდა ესეთი გამოცდილება, ძალიან პოზიტიური და უბრალოდ მარტივად ხანდახან ვაკეთებდით, რომ წყალზე ვაყენებდით ჩიას და ასე მივირთმევდი. ჩია ეს არის ცილები, საკმაოდ ის დიდარი ცილებით პროდუქტი და ძალიან კარგია. ჩიის დამატებაც კარგია ნებისმიერ კოქტეილში. მაგრამ რა არის? აი კოქტეილის შემთხვევაში ჩიას აღარ ვაღვივებთ პირდაპირ გავაღვივოთ. ცოტა უნდა გავაღვივოთ. ეხლა ჩემი პირადი მით მოგიყვებით, რომ ჩიას როცა ვყრი, თუ ვუმატებ კოქტეილს, ცოტა ხანი მაინც ერთი 10-15 წუთი მაინც უნდა გააჩინო. მე ეხლა უცოტა ხანი უნდა ვიხმაურო, რადგანაც ვერ მოახერხეთ სრულფასოვნად, როგორც თქვენ თქვით. ლიმონი პირველია, გრეიპფრუტი, პორტოხალი, კივი. სხვა რაოდენობის უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ესე ჩქარა ვერ ვჭრი მე, რა ქვია. კარგით, მაშინ რა თქვენ საქმეში ხართ, მე უნდა გადავიდე ჩვენი სპორტის დროს მოვიდა სპორტის ბლოკი მაგ და სპორტსმენები ხშირად იყენებენ ხოლმე და მსგავს ნაყენს ხო არ ვიცი ქართულად და ძალიან კარგია მათთვისაც აბსოლუტურად ყველა სახეობაში იყენებენ და ეს მათ რაღაც გარკვეულ ენერგიას მათთვის თავისთავად ცხადია.